ფოთში ნაციონალური მოძრაობის წევრებმა დღეს ბრიფინგი გამართეს. არაკომპეტენტური ადგილობრივი მთავრობა, რომელიც დაკისრებულ ვალდებულებებს არ ასრულებს. ასე უწოდებს ირაკლი დუნდუა ფოთის მუნიციპალიტეტსა და მის ხელმძღვანელ პირებს. ნაციონალები ფოთის მუნიციპალიტეტში არსებულ ფინანსურ კრიზისზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ 50-მდე ადამიანი კუთვნილი ხელფასის მიღებას 2 თვეა ელოდება. საუბარია მერიის კონტრაქტორ კომპანიებში დასაქმებულებზე. ირაკლი დუნდუა ფოთის მუნიციპალიტეტს ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ და ეფექტური მუშაობისკენ მოუწოდებს. 2 თვე სრულდება უკვე რომ არ მივღიათ 2016 წლის სახელმწიფო ანაზღაურება. აქედან გამომდინარე პრობლემა შეიქმნა ბიუჯეტში, რადგან გათანაბრებითი ტრანსფერი მოიხსნა, ამასთან დაკავშირებით იყო ქმედითი ღონისძიებები გასატარებელი, რაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ ვერ გაატარა. ესე იგი მათი უნიათობის ბრალია პირდაპირ შეიძლება ესე აღნიშნო, რადგან როდესაც ესეთი პრობლემა დგება წლის დასაწყისში და ვალდებულებები იცი გაქვს, მშვიდად არ უნდა იჯდე 26 თებერვალია და მანამდე უნდა მიიღოთ ქმედითი ზომები, როგორც ჩვენთვის ცნობილია, დღეს მთავრობის ხდომა გაიმართა და მე სავარაუდოდ 2 მილიონი დაუმტკიცდა. და ალბათ ეს 90% მარტისთვის ჩათვლით მოუგვარებს პრობლემას ქალაქს, მაგრამ ქალაქი იგივე პრობლემის წინაშე ისევ აღმოჩნდება სავარაუდოდ აპრილის თვეში, რასაც მოუწოდებთ ადგილობრივ ხელისუფლებას, რომ მიიღოს ქმედითი ზომები, რადგან ესეთი პრობლემები არ დააწვეს ისევ მოსახლეობას და ადგილობრივ მოსამსახურეებს. ფოთის მუნიციპალიტეტში საპასუხო განცხადებას არ აკეთებენ.